მშვიდობისა ჩემო ტყაბილებო და ძვირფასებო. აბა როგორ ბრძანდებით. ასე იგი ჩვენ მე და იკამ დაგვაპატიჟეს, მოიცა იმას მოვიდა. მაგათ მე და იკა დაგვაპატიჟეს კახას ქორწილში. Roitsoded. Კახარი. ესეთი ძარო უყვარდა ყოველთვის იკას და სულ ამბობდა რომ კახას ქორწილში. მე ვარ ტიპი რომელსაც ანუ არ უყვარს წასვლა ასეთ ხმაურიან ადგილებში, რასაც ხმამაღალი მუსიკა, ბევრი ხალხია, ბევრს არ ვიცნობ. ანუ განა იქ სუდად ვარ და რაღაც. არა, უბრალოდ იმდან ინტროვერტი ვარ, რომ მე დრო მჭირდება, რომ ხოთზე მოვიდე. და კიდე ეს ხო ბავშვობის ისიც არის. ბავშვობაში ჩვენ არც არ დავდიოდით. აი, გასული ბიჭი დავდიოდით. ჯვარი აქაურებას და მან დაურობას ვინც თქვენ უყურებთ. და მაგრამ არქაც ვფიქრობ წავსულიყავი თუ არა, იმიტომ რომ ანუ აფერი არ მაქვს ჩასწველი და საკმაო ხარჯებთან აი ყველაფერი დაკავშირებული რა. ყაბა, ფეხსაცმელი, ჩანთა. მაგერს არ გავიკეთებ სალონში და სადმე 150 ლარი ყირს ხალხო. ჩემ ერთ თვიან მარათონს იძვირებენ, ამბობენ რომ ძვირია. არავის შრომას არ ვაუფასურებ არც ერთი წუთით. ძალიან კარგი ვიზაჟისტი, ძალიან იშვიათობაა და მესმის ყველაფერი, დიდი ხელოვნება, მაგრამ მე იმ ხალხზე ვსაუბრობ, ვინც ძვირობს ხოლმე ამას, ანუ ერთი თვე 200 ლარს ვინც ძვირობს იმაში, რომ კვებითი ქცევები, ჩვევები შეიცვალოს, სიგამხდრე ისწავლოს. ანუ გამხდარ ადამიანს იქცეს. აი ეს ისწავლოს. ვინც 200 ლარს ამაში ძვირობს. ანუ მაგარი ხომ მაინც ერთი დღე უნდა მქონდეს. რეალურად გავიკეთებ თუ არა, ეგ ჩემს ცხოვრებას ამდენად არ შეცვლის. არ ვთაპირებ. ანუ ჩემი რაღაცა ვაფშე არაფერი არ მაქვს. ტონალს ვიყიდი. იმას ლაინერს. თავისი გათავა ჩემთან გადმოვიდა ბოლო. პომადა მაქვს და ვშავ. ხო და მოგეთ დიდ ხარჯებთან არ დაკავშირებული წასვლა და ამიტომ არ ვფიქრობდი, მაგრამ დამიზეკეს. მითხრეს, მithოვეს. მეკასაც ძალიან უნდა და თანდაწყვლაზე მთავარია აქ არის ნატახტარში. იხდიან. და დავალ. ახლა იქ დასავლეთში ერთი დღისთვის ვერა, მაგრამ აქ ისეთი ფაქტორები შეიკრიბა, რომ ისეთი ადამიანის ქორწილია, ისეთი მეზობლები არიან, ისე უყვარს იკას, კახა. ისე დებივით არიან მადონა და ელისო, ანუ კახას დედა. ისეთი გულით დამპატიჟეს, მაგასაც ხო გააჩენ. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა. რა ვიცი, დავინახე, ყველას უნდოდა. და უშინ იყიდეთ კაბა. ეს კაბა ეხა ზამთრის კაბა არ არის. არც ზაფხულისაა, მაგრამ არც ზამთრისაა და ეტყობა ფასტაკლება ქონდა რა. 79 ლარი ეწერა და 40 ლარად ვიყიდე. ანუ რო გაატარა 40 ლარად გაატარა. ფასი დააკლო. და ჩექმა ვიყიდე. თუ ბატილიონი თუ რა ქვია, განახებთ ახლა. ისე მომწონს, ისე. დიდა ერთი წუთი.
ესეთია. სომა არის 36. 35 გავიზომე და ისიც კარგად მქონდა და ეს ვაფშე იდეალურად. მაგრამ ისეთია, რომ შეგიძლია იარო ქუსლიც გეცვას არ დაიღალო. ეს მირჩია სოფიამ. ანუ მეც მინდაო და ეს ძალიან უნივერსალური და ძალიან კაი რამეაო და მართლა რო ჩავიცვი, ფეხი არის იდეალურად ზის ამაში. ხო და ახლა მინდა რამე ან ტრენჩი, ან პიჯაკი, ან პალტო რამე, ან მანტო ლამაზი კაბაზე. ხო და ვიცი სად იქნება, იმიტომ რომ გუში რაც გადავხედე თვალი. რა ვიცი, ვერ დავინახე რაღაცა უფორმო, გრძელი კაცის სტილის, ან ხალათის სტილებისა ესე პალტოები, ან კაცების პიჯაკებს გავს და ეს დიდი ლიპებით და იმეები. არ მიყვარს მე ეგეთი. ხო და რა ვიცი, ვნახოთ. რას ვნახავ, არ ვიცი, მაგრამ ახლა მარტო მე რაც მაქვს შემოსაცმელი გინე, არაფერი არ ვხდება მაგას. ხო. ხო და ნიჩკა. დიდაჟი ნიჩკა. ხო და ყველა ვარიანტი რაღაცა უნდა იმას ვქნა რა. არ ვიცი სად და არ ვიცი რა, მაგრამ ვიცი რომ რაღაცა უნდა იმას ვქნა. მოვძებნო. ხო და ეხლა რაღაცნაირად ძალიან გამიტკბა. ანუ ის რომ მინდა რომ ნელ-ნელა მქონდეს ესეთი რაღაცები, ანუ სადმე წასასვლელი, ტრანსაცმელი. აბა ისეთი არ ვიყიდე რაღაცა ძალიან ესე ფოე და ძალიან დღესაც წაული, არა, იმიტომ რომ ორი კაბამ ასეთი მიკიდია, ერთი არც ჩამიცვამს და ერთი ერთხელ მეცვა. და მეტად არ მინდა, თან 10 წელი გავიდა, ვერც ვაგდებ, იმიტომ რომ ძვირფასია და არც კიდე მინდა რომ ჩავიცვა ეგენი და ამიტომ ძვირიან კაბას მე აღარ ვიყიდი, ან რაღაც ესე ძალიან ფოე კაბას. ნუ ეხლა თუ ქორწილში დედოფალი შენ ხარ, ეგ სხვა არის, მაგრამ მე ვიძახი ჩვეულებრივ ვარიანტში, როცა სტუმრად მიდიხარ და არც მეჯვარი არ ხარ არაფერი, მე ჩემ თავზე ვიძახი, სხვაზე არავის არაფერს არ ვიძახი, მირჩენია ესე რაღაცნაირად სადაც წავიდე, ისეთი რაღაცა ვიყიდო, რასაც მე შავიშო თქვა, ან დაბადების დღეზე, ან სადმე რა. ხო და ეგეთი კოხტაბაცია შავი კაბა ვიყიდე და მაგითი წავალ, ფეხსაც მაგ ძალიან მომწონს, შემოსაცმელიღა დარჩა. და ვნახოთ. ან თეთრი მინდა, ან შავი, იმიტომ რომ ფეხსაცმელი და ის შავებია და თეთრი ძალიან მოუხდება სხვათა შორის. თუმცა თეთრი ისეთ ჩემ ფერდზე და არ ვიცი, თუმცა შავები ძალიან ბევრი მაქვს და თეთრი ძალიან მოუხდება. ასე რომ ნახოთ. დედა, მოხვედით. მე ყური არ შემიძლია, ყური. ხო და მოკეთ ახლა ესე გუში მიყავით, იკას დასვენების დღე ქონდა, ხვალაც იკა ისვენებს და ხვალაც კიდე წავალთ და ნახოთ აბა. ეს ცოტა ძალიან ამოღებულია ეს ჩემი კაბა. თავიანვე გავისინჯე და რომელიც ვიყიდე კაბა გავისინჯე და ძალიან მომეწონა, უბრალოდ არ ავიღე, იმიტომ რომ ძალიან ამოღებული იყო. ხო და ან რამე ესეთი კიპიურიანი ტოპიკი უნდა ვიყიდო და შეგნით ჩავიცვა. ანუ ჩავაკერინო აქ, იმიტომ რომ ძალიან არის ამოღებული. სიგრძე კაი, ანუ როგორი რაღაცები იყო, იცი? ან ძალიან მოკლეები იყო, ან ძალიან ამოღებულები იყო, ან აი ესე უფორმოები იყო. ხო და ნუ ეს ყველაფრით ჩემი სტილია, просто აქ ცოტა მეტად არის ხია. მე მაგალითად არც დავხურავდი, მას წავიდოდი, მაგრამ ნუ მაინც. ამ ჩემ ხარეს რომ მივდიოდე უგულისხმობ. ხო. ხოლმე მოკეთ ასეთი ამბებია ხალხო ჩემთან. ანუ მე როდესაც მივდივარ ეგეთ ადგილებში, ან ჩემთან მე მოდის ხო იცით რეაქცია და აი გრეა. ყველაფერზე თაცმდებს
ყველაფერზე, მაგრამ არ ვნებდები. ხო. კონკრეტ ესე. ჩემ გოგოებს შევუწერე ხმოვანი. ხო და მოკლედ ესე ესეთი ამბავი ჩემო საყვარლებო და ჩემო ძვირფასებო. 25-ში ქორწილი. რამდენი წელი არ ყოფილი ვარ ქორწილში, აღარც მახსოვს. მეგრულ ქორწილში კიდე საერთოდ არ ყოფილი ვარ არასოდეს. ანუ წინადაც იყო იკა ძალიან ახლობლებთან და რაღაცა, მაგრამ ის სამეგრელოში იყო და მე ვერ წავიდოდი. ანუ ვერც ბავშვით, ერთი დღით ბავშვზე წავიყვანდი, ვერც ბავშვის გარეშე და მოკლედ ნიჩკა, ბონიჩკა. მიყარხართ კოცნით. და ლაიქით ვიდეო გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარებში თქვენ გიყვართ ვარა ქორწილებში სიარული. ანუ ინტროვერტი ვინც არის, გან არ მიხარია, ძალიან მიხარია, ძალიან მინდა. просто ვიცი რომ მე რაღაც დრო დამჭირდება ფორმაში მოსასვლელად. და ეს მარტო ჩემი კი არა, ყველა ინტროვერტის ისა. ინტროვერტები გაიგებენ და ექსტროვერტებს პირიქით, ოღონდ ეგეთ ადგილებში ატარე და ბონიჩკა, ება. ამათ სულ თვალი უნდა, თუ ერთმანეთი არ დაჭამონ, თავი გონიათ დები. ხო და დაუნდობლად კბენთ ხოლმე ბონი და ესეც პირში ულაგებს ხელებს და ერთ ამბავში არიან ხოლმე.